სოფელ ჯაპანას მოსახლეობა სამშენებლო კომპანია სუპირისპირდება ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით დასახლებაში მთის ინერტული მასის გამოყენებას აპირებენ. სოფლის მცხოვრებლები ეკოლოგიურ საშიშროებაზე საუბრობენ. ეს გზა უნდა გავსწროს ამას, ამ გზას. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯაპანას მოსახლეობის პროტესტის მიზეზი ის ინფორმაცია გახდა, რომლის თანახმადაც მათ სოფელში მდებარე მთები უნდა დაიშალოს. მათი მტკიცებით, ჯაპანა გრიგოლეთის ავტობანის მშენებლობისთვის მალე მთას დაშლიან და მას როგორც ინერტულ მასას ისე გამოიყენებენ. წყალი დაგვაგდება, ტყე მიაქვენ, მიდის თავისთავად მიჭრება ბუნების ბუნება. აქ არის ციცავო ფერდობი და თუ ის გარემოპირობები არ გაითვალისწინეს, თუნდაც მდგომარეობაში შეიძლება მეწყერულ ზონადაც კი გადაიქცეს და ჩვენთვის როგორაც ცნობილია, აპირებენ 300 მილიონი კუბური მეტრის მოხსნას ამ მთიდან და თქვენ წარმოვიდგინეთ, როგორ მდგომარეობაში ჩავარდება თვითონ აქ მოსახლეობა. ჯაპანელები ამბობენ, რომ სამშენებლო კომპანიას არ მისცემენ სოფლიდან მთების დაშლა-გატანის უფლებას, რადგან ეს პროცესი ეკოლოგიურ პრობლემებს გამოიწვევს და მოსახლეობა დაზარალდება. მათი მტკიცებით, სოფელს ქარსაცავი ზოლის, ტყისა და წყლის გარეშე დარჩენა ემუქრება. ასევე განადგურების საფრთხის წინაშეა წითელ წიგნში შეტანილი 100 წლოვანი ხეები. მოსახლეობა აღნიშნულ საკითხზე სათანადოდ ინფორმირებას მოითხოვს და ხელისუფლებას დახმარებას თხოვს. წყალი და იკარგება იქანე. იმ წყალს სარგებლობ ჩვენ. დეფეკარგება ჩვენ წყალი და წყალი აღარ იქნება ჩვენთან სოფელში. ჩვენ ხალი წაგვიღებს კიდე მაგიდან. იქედან ავტობანი, აქედან ტყე არ გვექნება, წყალი ჩვენ არ გვექნება. საყოლ ჩვენ ვერ გავუშვებთ, აბა რითვის იმათქნათ, ვიარსებოთ სოფელში. ადგილობრივ ხელისუფლებაში აღნიშნულ საკითხზე კომენტარს არაკეთებენ და ამბობენ, რომ შეკითხვების ადრესატი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროა. მოგვიანებით კი უწყებამ განცხადება გაავრცელა. 2016 წლის 29 ნოემბრის წერილით გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს შპს რისოულას მიერ ეცნობა დაგეგმილი საქმიანობის შესახებ. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მხრიდან პროცესის ზედამხედველობის განხორციელების მიზნით. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოსაპოვებელ ტერიტორიასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები. ინერტული მასალების მოპოვების პროცესი დაწყებული არ არის. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ადგილობრივი მოსახლეობა საპროტესტო აქციების მოწყობით იმუქრება. საბავშვო ბაღი წყალში პანკისის რაიონის სოფელ წინუბანში ცოტა ხნის წინ აშენებული სკოლომდელი დაწესებულება ძლიერი წვიმის შემდეგ ნაწილობრივ დაიტბორა. ადგილობრივი მოსახლეობა კლიმატური პირობების გათვალისწინებით ბაღისთვის არასწორად შერჩეულ ტერიტორიაზე საუბრობს. სტიქიამ შენობას სერიოზული პრობლემები შეუქმნა.